ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლები 47 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად 2 ან მეტი პირის მიმართ და მამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს ღამით ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით დაჭრა 3 პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის L ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. BBC-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამის შესახებ ნათქვამია BBC-ს სტატიაში. გამოცემის ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხვალასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. BBC-ს ცნობით ესაუბრნენ World Service-ის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებსა და აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა კამიტი უწოდეს. კამიტის საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იანი წლებიდან აღარ გამოიყენებენ ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით, რომელსაც ხშირად ცრემსადენ გაზს უწოდებენ, წერს BBC. გამოცემის ცნობით მათ მოახერხეს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება. BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას დღესდილიდან აფასებენ საქართველოში. დოკუმენტირებული არის არაერთი ათობით შემთხვევა, მათ შორის საეჭვო და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის. დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ამ გამოძიების, ამ კვლევების, განცხადებების შემდეგაც კი არ ამბობს, რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭაილთან ერთად, ანუ კომბინირებულად იმისათვის, რომ მისი ეფექტი ყოფილიყო უფრო დამაზიანებელი და უფრო მძიმე მოსახლეობისთვის, ისინი იყენებდნენ ერთდროულად რამდენიმე საშუალებას. როდესაც ეს ფორმები გამოყენებული არის მასშტაბურად, სისტემურობასთან ერთად, ეს ფაქტი უკვე შეიცავს კაცობრიობის, უпростоრად ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული. საინტერესოა, რომ არა შსს-ს, არამედ პარტია ქართულმა ოცნებამ გააკეთა განცხადება, რომ საერთაშორისო დავას იწყებენ ამ გამოძიების წინააღმდეგ. ძალიან კარგი, იმიტომ რომ კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება, თუ ისინი დავას დაიწყებენ, სადაც დოკუმენტირებულ შემთხვევებს, სადაც მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, რომ წარმოადგინონ მათი მტკიცებულებები. აშკარა არის, რომ ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ხალხს უნდოდა უკეთესი მომავალი, ხომ? ეს ცხადია, ამას ის ვერ შეძლებდა, თუ კი არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ყველა ინსტიტუცია იმუშავებდა მისი ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, მისი მმართველობის პერიოდში ცხადია ამის გამოძიება არის შეუძლებელი ქვეყნის შიგნით. ეხლა რაც შეიძლება მოხდეს ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მათი რეაგირება, თუმცა ამაზე არის საუბარი და იმაზე თუ რა პასუხისგებლობა შეიძლება მათ მიმართ დადგეს, მათ შორის ტარგეტირებული და მიზნობრივი სანქციები, ცხადია, ეს ყველაფერი, ეს ინფორმაცია ყველაფერი გამოყენებული იქნება. ჩვენ რეალურად არ ვფლობთ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რა ტიპის საშუალებები იქნა გამოყენებული. ერთადერთი ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აშკარად მიუთითებენ, რომ მათ ჰქონდათ განგრძობადი ეფექტები ჯანმრთელობაზე, ისეთი ეფექტები, რომელიც შეუძლებელია, რომ ისეთ ქიმიურ საშუალებებს ჰქონდა, რომლებიც როგორც წესი კანონის დაცვით შეიძლება გამოიყენოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების მართვის ოპერაციების დროს, როდესაც ამის საჭიროება რეალურად არსებობს. ამ შემთხვევაში არც საჭიროება არსებობდა და არც პროპორციულობის სტანდარტს ეს არ აკმაყოფილებდა. ქიმიური იარაღის გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ
არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა იქნას ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია. სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი რამ შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა და როდიონოვის ხელმძღვანელობით საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. დიახ, ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა. დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც აი ესეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, სკამის შენარჩუნებას, ამიტომ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს პირველი დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური მომწამლელი ნივთიერებების შესყიდვა, ასევე დაიკითხება ყველა სამართალდამცავი უწყება, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ამ იარაღის გამოყენებასთან. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას. უწოდებ ქართველ ექიმებს იმ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, ვინც მოგმართათ იმ სიმპტომებით, რაც აწუხებდა ადამიანებს ქიმიური იარაღის ზემოქმედების შემდეგ. გთხოვთ, მოინიშნოთ და დააგროვოთ, ვინაიდან თქვენი ჩვენებები იქნება მნიშვნელოვანი ჩვენთვის მომავალში, რათა აღიკვეთოს და ასევე დაისაჯონ დამნაშავეები. ასევე მოუწოდებ იმ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ უკანონო დავალებებს, თქვენი გადარჩენის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამ ვერაგი დამოკიდებულებისგან თავის დახსნა იქნება ის, თუ თქვენ მისცემთ ჩვენებას, რამ ხარისხით გამოიყენეთ ქიმიური იარაღი ქართველი ხალხის წინაშე. ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სამართლებრივ დავას იწყებს პარტიის განცხადებით. BBC-მ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილზე აგებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური გამოძიება ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა. იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია საქართველოს სახელმწიფოებრიობას. მივიღეთ გადაწყვეტილება ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო, აღნიშნულია განცხადებაში. ახლა როცა ეს ექსტრემისტული პროცესები შენელდა, ენერგია დააკლდა, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს ესეთი იარაღი და რასაკვირველია ეს არანაირი გამოვლინებით, არანაირი შედეგით არ არის დამტკიცებული, არც ჩამთელობის თემაზე არავის ამ საკითხებთან დაკავშირებით არ მიუმართავს, რომ რაღაც მოწამვლის ნიშნები არსებობდეს და რასაკვირველია, არც საერთაშორისო საკმაოდ ფხიზლად ყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების ან რაიმე რეპორტში ან გამოძიებაში დაფიქსირებული. მათი აზრით საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სტატიაც სწორედ ამ მიზნით არის გამოშვებული. თქვენ სალპაულობთ ასეთ ინფორმაციებს, BBC-ს რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება. ისწავლეთ, იმეცადინეთ, ამას გეუბნებით ხოლმე. BBC-ს მიმართ რა რეიტინგიც არსებობს და რა ნდობაც ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორ ქარცეცხლში ატარებს კრიტიკის ქარცეცხლში BBC-ს. ეს ერთი. და მეორე, BBC იმას არ უკვირდება ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში
როგორ ხდება აქციების, რადიკალური აქციების დაშლა. ამას არ აშუქებს. ეს fake news-ები თქვენ ეხლაც ნახეთ, მე მგონი. ეს სხვა შორის ეს ის კომპანია, ტელეკომპანია, რომლის დირექტორიც და მთავარი ამბების ხელმძღვანელიც გადადგა თუ არ ვცდები და რატო გადადგა? აბა გაიხსენეთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ. იმიტომ რომ ტრამპის მიმართ არასწორი და მწარი და ტყუილი შემცველი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტის ტელევიზია, ამდენი ამხელა გამოცდილების მქონე ტელევიზიამ, იმდენი მაინც უნდა შეძლოს, რომ არ ჩაიგდოს თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მე თელესოფლიოს წინაშე ბოდიშების მოხდა ხელმძღვანელი პირების თანამდებობის დატოვება და ეს რაღაცა ნეგატიური კამპანია მოუწია. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოს ლელოძლიელი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმჟელეს პროკურატურა ელისაშვილისათვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი მისი 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა და თქვა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილება. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლო რეპრესიებისთვის ძალადობისთვის სამყაროში ამის რომელიც ერთ-ერთი განმახორციელებს ბინერეს მოკლა რომ იმ მანდატურები რაც სოციალისტები საკანონმდებლობია ახტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის აქცია და გამბედაობით და ვაშკაცობ ენაცვალე კაცობაში თავის საქმე მოვიგერიე მოვიერთდება ფიზიკურად ერთადერთი რაც მინდოდა რომ იმისთვის თავი დამეცევა რომ სამი რომ იმას არის ერთი აიგებდა სხვების მოვიდა ერაფიქერები მოგიშო კი პასაპორტი ჩამობრინდა ხოჩა ველებულად მაგას სიჩაუგესედა ადამიანებო ჯერკაციო კარტონიკო და მე ვარ დანარჩი მე ვარ ტერორისტი სამართლობის ვის მინდოდა წესისა და მე გარავინ ადამიანს ავარჩევ პირველი მართალი მე იმივე დილოთენია ხუთი სტუფებზე ზარმაზარი ზაგავია ენცო და ოჯახს უხარი სახელმწიფო პერიოდი თუ ზარაფასელობა გადავიდე ზურჩანდა კი ყველაფერი წინასაშევა მივიდე და მომამზადა და გეგმამ და იმის რომ ჩემი პროტესტი გამონეხა და იმისთვის რაც ამ ქვეყანაში Noi avem musamatul iscuret. Da akreme paraboșe, atebi tundas mandatule. Petiton avete sabisti poliție. Roza siamone da sistem de rombiu. Ante politico debate și pacto adasto ma arana itana șau pe așa midere. Araso de așa străila roșenoș. Araso de mamule pe așa midere. Arațeti și robi da toată lumea da magaus camus de lumea. Acum o să știa exact cum am prevăzut. Skočem z Vagrady, skočem z Druga, a na to Vagradu idemo predali. Oni su čekali 1 sat da to je operativno da me mi budemo samo da to treba da im obveze da še ne bilo iz obveze da to vreme da je obveze da učiti da i problema je da da bi ja da na me čem to se dobro. Govorimo še više. Čemu lacove მინდოდა ყველას, რომ მე თქვა ქვეყანაში დავაშიფაცე და პრობლემები იმას გასწრებ. და შეგვიძლია რომ კაბულაში განსაცდელში მქონდა დაუტენავია და ისი არა კარების უფლებას უნდა გაფორმებული სხვა ფეისბუქ და კარების უფლება. იმიტომ წარმოვიდე ისეთ მასში გამოვიარე რომ უერთო შევეჭამაში. პირდაპირ მნიშვნელობით მომყავს. ვინმეზე თავდასხმა უნდა მითხარით თუ სხვა ადამიანს და ასე ისამ. მაგრამ მოგერიება მინდოდა. ეს დიანანი ჯაჯუში ამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოგონებაჭრეს პარტიის სემას უდასტურა. ერთმა განსაკუთრებით მაგრამ სემა ელემენტი შემიტანისმენმა არც იმას ვამბობ. თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტერიტორიას იცავდა. ეტამასი იცავდა თავის საქმეს და აკეთებდა მანდატურები. იმას არ აკეთებდა, რაც ყოველდღიურ ყურადღებას სასამართლო დარბაზებში. ცნობისათვის ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323 მუხლის პირველი ნაწილი წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დაახლოებით დილის 4 საათზე ცეცხლსროლი იარაღით საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეერაღებული თბილისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს შენობასთან მივიდა. ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხადა ცეცხლის წაკიდებისა და ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა. ორი ღამეა სოფელ ბალდაში ადგილობრივი ქალები ღამეს ღია ცის ქვეშ კოცონთან ათევენ. ისინი ასეც ცდილობენ საკუთარი ოდაბადის დაცვას. პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაა შეუწყდეს ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც იჯარით გადაეცა კანიონი. პროტესტი აღნიშნული პროექტის წინააღმდეგ უკვე 770 დღეზე მეტია გრძელდება. ახლა დედები მარტვილის ახლად არჩეულ მერთან ითხოვენ შეხვედრას. მოთხოვნა უცვლელია გაუქმდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც ადგილობრივთა თქმით მათ მიწას ართმევს, ბუნებას ანადგურებს და არც მათთვის და არც სახელმწიფოსთვის არაა მომგებიანი. ვერ ვცვლით ჩვენ სოფელს, ვერ გავცვლით ჩვენს ოდაბადებს, ჩვენს სათავეს ვერ დავთმობთ. ხალხო, გაიგეთ, სოფლის სათავე ქვია ამ ადგილს. ამ სათავეს ვერ ვთმობთ. ვერ ვთმობთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, იმიტომ რომ 2 წელზე მეტია კარავში არიან ათენ აღამებენ და თურმე რა კიდე ეხა უფრო ცხადად ნახე რა ღამეებს გადიან თურმე ეს ბიჭები, ხო? ამათ უსაფრთხოებას უკვე ვეღარ თუ და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ უკვე აქ გამოვიდეთ და აქ დავდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაკარგული ყველა ჩვენი საქმე გვაქვს. ამიტომ ყველას გთხოვთ, მოგთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მტკიცებთ გავართ აქ დროზე გააუქმეთ მთლიანად აი ეს უკანონოდ კორუფციული გზით ხალხის დაუკითხავად გაცემული ხელშეკრულება ზოგადად. არ მეკონა პასუხი, ნუ თუ პასუხის ღირსი არა ვართ ქალები, რომლებიც ახლა წვიმაში ვდგავართ. ამოდით პასუხი გითხარით, რომ მე გზამოვზებნოთ რაღაცა და ისე გავაკეთოთ. როგორ შეიძლება ასე რომ აი ვდგავართ ქუჩას, ნახეთ ადამიანები რა დღეში ვართ. ძალადობა ჩვენ არ შეგვიძლია. არაფერი ასე ადამიანები ნორმალურად გეკითხებით, რა გავაკეთოთ, როდემდე გელოდოთ, როდის გექნებათ პასუხი, რომ რაღაცა გზას დავართ. გვართმევთ, რაც გვართმევთ, იმას რა ისი საშუალებითაც ვუნთქავდით, არ ვისუნთქოთ, არ ვიარსებოთ. ეს მე მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესი ზომა, ქალი რომ გარეთ გამოვა და იცავს რაღაცას. დედა გარეთ გამოდის და იცავს, თავის მიწას, თავის შვილებს. ეს არის უკიდურესი, ეხლა თავით თუ დავიხოცავთ, თორე მეტის ევით არაფერი არ არსებობს. რომ დავიცოთ ეს კანონი რო რაღაცნაირად. და სოფელი კიდე გაგვაგებინონ ბოლოს და ბოლოს. რა გავაკეთოთ, როგორ მოვიცეთ? ბატონო გიორგი, მოგმართავთ. იმედიანად გამოვედით, იმედიანად ვიყავით აქამდე. პასუხი გაგვაგებინეთ რამე, ვითხარით რამე. იძულებულო ესე მოგმართო, მე დედა ვარ. იმისი დედა ვარ, რომელიც 2 წელია კარავში ღამეს ათენებს და ლოგინი არ უნახია. და მე თვითონ იძულებული ვარ, რომ აქ დავდგე. ჩემი შვილის გვერდზე. და მე მაქვს იმის უფლება ესე მოგმართოთ. თქვენი დაუდევრობა ყოველგვარ ზღვარს გადასცა. სიტყვის პატრონი მაინც იყავი, უბრალოდ ამოდი. ჩვენ ქალებმა რა უნდა გიქნათ, რა უნდა გთხოვოთ ისეთი და რა შეურაცხყოფა უნდა მოგაყენოთ, რომელიც თქვენ ვერ გადაიტანოთ. ძალიან რთულია. თქვენ ხო დედა ყავთ, შეიძლება ჩვენზე უფრო მეტი ასაკი, შეიძლება ჩვენზე უფრო ნაკლები ასაკის და შეგიძლიათ ხო თქვენი რომ ეს გაითავისოთ, რომ ჩვენც დედები ვართ და მოხვიდე, უბრალოდ დაგველაპარაკე, არაფერს არ გთხოვთ, ხო? უბრალოდ გვითხრი, გვანოგეშე მაინც სიტყვით. არა, ვერანაირად ვერა, არა, ჩვენ არ დავთმობთ, იმიტომ არ დავთმობთ, რომ ეს არის ჩვენი შრომა, ეს არის ჩვენი ნერვების ფასი, ჩვენი თავგანწირულობის ფასი არის ეგ. ამას არ დავთმობთ. აბა ვნახოთ. აი, ნახოთ. უბრალოდ პასუხი გითხარი, აი ეს კეთდება, აი ეს ასე იქნება, გვაცალით დედებო, აი ბალდის წარმომადგენლებო, გთხოვთ, აი ესე იქნება. ამ სიტყვას რა არის ეს ისეთი რთული, რომ ეს ვერ ამოდის თქვენი ტუჩებიდან და თქვენი სალაპარაკო არ არის ეს, არ შეიძლება წერე რომ ბალდიდან გირეკავთ ერთ-ერთი დედა, თქვენ იცით რომ აქ ვდგავართ, წვიმაში ღიაცის ქვეშ, ველოდები თქვენთან შეხვედრას აქვე, სადაც ვდგავართ დედები, არ ვიშლებით, დაგვირეკეთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯერ არ უპასუხია. გასაგები. მე არ ვიცი
შვილის ტოლა ალბათ არ ვიცი ვერ გეტყვი გიორგი რამდენი წლისაა და მე მგონი შვილი ყავს თვითონ და უბრალოდ წარმოიდგინე გიორგი შვილი თქვენ თუ ყავთ მერცმა გაგიზარდოთ და შვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ეცხოვროს მის სამშობლოში, მაგრამ წარმოიდგინე ერთი წუთით თქვენი შვილი რომ ესე იყოს 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტენტით გადახურულ იმაში რა ქვია გაუსაძლის პირობებში 4 ფეხა და 2 ფეხა თავდამსხმელების მოლოდინში როგორ დაიძინებდით თქვენ სახლში და რას გააკეთებდით თქვენ ამდენხანსაც ვერ მოითმედით ჩემი აზრით თუ დღის ბოლოს არ იქნა სადაც იქნება იქ მოვძებნით აუცილებლად მოგცა პირობა უნდა შევხვედროდი. თუმცა ერთი პირობა, რომელიც იმ დღეს მომცა, ასე ვქვია, შაბათს დღეს, ის იყო, რომ მე დამიკავშირდებოდა და დაცვის შესახებ გამაგებინებდა. რომ დაცვას გაყვანის საკითხს გამაგებინებდა, რომელიც არ შემექმედა, არ გამაგებინა. ასე რომ დედებს გაამწარებენ, იმ ქვეყანაში ძალიან ძნელია ცხოვრება. ასე რომ გამწარდება ადამიანი იმდენად რომ გზაზე დაჯდება, სად არის ჩვენი დეპუტატი სოფლის? სად არის ვინმე რატომ არ მოდის არ კითხულობს რა პრესში ვარ და რას ვაკეთებ აქ? როგორ შეიძლება ესეთი რაღაც არაფერი არავისთვის არაფერი არაცებობს ამ ქვეყანაზე? როგორ ესო ჩვენთვის წმინდა ადგილი არ იყოს აქ ვინ დაჯდება და ვინ გაათენებს ღამეს? ჩვენ მაგათ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ მაგათ საქმეს ვაკეთებთ. სინამდვილეში აი მერის საქმეს ვაკეთებთ. სოფლის დეპუტატის თუ რაიონის დეპუტატის საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს რო არ შენარჩუნდეს, თელის მათი მოდგმისთვის იქნება ცოდვა აკიდებული, ეს რო არ შენარჩუნდეს. და რეალურად მაგათ საქმეს ვაკეთებთ. და იმაზე მაინც დაგვიდგენ გვერდში. თვითონ თუ ვერ წყვიტავენ, ჩვენ მაინც დაგვიდგენ და გაგვაგებინონ, უბრალოდ ღირსი გავხადონ, ამბავი გაგვაგებინონ. მონები არის. ვიცი რომ უთხარი რომ შეზღუდული გაქვთ თქვენი უფლებები, მეთქი ცოტა განაწყენდა, არაფერი უფლებები არ მაქვს, შეზღუდულია და დალოცილო, თუ არა გაქვთ უფლებები შეზღუდული და თუ არა, ამიტომ გელოდებით. გითხარით რა რისი საშუალებაც გაქვთ. გამოიყენეთ ყველა რესურსი და გაგვაგებინეთ დროულად. საქართველოდან უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, განას, ერაყის, იემენის, ეგვიპტისა და ლიბანის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ გასული თვის მანძილზე კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულია უცხო ქვეყნის 152 მოქალაქე, ხოლო მიმდინარე წლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას, რამაც დღეის მონაცემებით 1131 პირი შეადგინა. ამ ერთმა წელმა გამოაჩინა ძალიან ბევრი რამე, გამოაჩინა ადამიანები, რომლებსაც აღარ უნდა ვენდოთ, გამოაჩინა ადამიანები, რომლის იმედიც აღარ უნდა გქონდეს და საწინააღმდეგოდ, საბედნიეროდ გამოაჩინა ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნისთვის ბრძოლა შეუძლია. ერთი წელი მართლაც ბევრი ჩანდა დასაწყისში, მაგრამ ახლა ხვდებით, რომ ეს ერთი წელი შეიძლება ცოტაც კი იყოს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქართველოს და ჩვენს ქვეყანას ეს გასავლელი ქონდა. ვუყურებ აქედან, ამ გადასახედიდან, ჩემთვის დაკარგული ერთ წელს არაფრად არ ვთვლი, მთავარია ამ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი და ეს თურმე გასავლელი გზა ყოფილა. ამიტომ ვუსურებ საქართველოს, რომ ეს გზა მაქსიმალურად მშვიდობიანად და ბედნიერად გაიაროს. ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს აუცილებლად ქართველი ხალხი და საქართველო გაიმარჯვებს. საუბარი მგონია არის ერთადერთი გამოსავალი, მათ შორის იმ ადამიანებთან პირველ რიგში, ვინც იყო პროტესტში და ახლა აღარ არის და მეორე იმ ადამიანებთან, ვინც ხელისუფლების მავნებლობას ჯერ ვერ ხედავს. ამ ადამიანებს მე ზოგჯერ მსხვერპლს უწოდებ. ისინი არიან უბრალოდ მოტყუებული. მესმის, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა ისეთია, რომ შეიძლება ჩვენი ბედი მხოლოდ აქ აქციებზე არ წყდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად მოჭიმულები, ასე რომ ვთქვათ, რომ ნებისმიერ გამოწვევას კიდევ უფრო მყარად შევხვდეთ. მოუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად ბევრი დრო დაუთმონ ერთმანეთთან საუბარს. იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გამოვნახეთ გზა და არ აღვადგინეთ ერთმანეთთან ჩატეხილი ხიდები, გონია რომ მომავალი კიდევ უფრო რთული იქნება. ქვეყანა დგას ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე და ეს საფრთხეები ქვეყნის იმიჯის, ადამიანების კეთილდღეობის გარდა გამოიხატება იმაში, რომ გარკვეულწილად პერსპექტივა კვდება ამ ქვეყანაში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტი ადამიანი
ფიქრობდეს ასე, ალბათ ამის რაღაცა 100%-იანი გარანტია ან რაღაც რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ თავარი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ფაქტობრივად სრულ უმრავლესობას სურს, რომ გაგრძელდეს ევროინტეგრაცია, უმეტესობა საქართველოს მოსახლეობისა, თითქმის 80% ევროატლანტიკურ მომავალს საკუთარი ქვეყნისთვის ირჩევს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები მართლები არიან თუ არ არიან მართლები. შენ როგორმე ეს პრობლემა უნდა მოაგვარო და ხელისუფლება რომელიც ასეთ პრობლემებს აგვარებს კანონის სწრაფი ცვლილებით, გამკაცრებით, უსამართლო გადაწყვეტილებებით, იმას ხელისუფლება არ ქვია. თქვენ ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობდა, რომ ასეთი კალაშებიანი ქალის თუ ეშინიაო და ასეთი ხალათიანი ადამიანებს გუჩიდან იტაცებს ხელისუფლებაო. მაშინ დამხობილია დიდი ხანია. იცით, ეს ასაცილო და ესეთი ამბავი კი არ არის. ეს ძალიან სერიოზული ნათქვამი არის და მე პირადად ხელისუფლებაში რო ყოფილიყავი, აი ესეთმა რიგითმა ადამიანმა რომ ესეთი გულწრფელი რაღაც თქვა, მე ამას ყურადღებას მივაქცევდი. ამიტომ ეს ბრძოლა კი არ დამთავრდება, ეს ბრძოლა მოგებულია იმ თავითვე, საით მიგყავთ ეს ქვეყანა, ამაზე პასუხი რო არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დიდი ხანია უკვე დაასრულეთ თქვენი საქმიანობა. უბრალოდ დროის ამბავია, ეს როგორ გაფორმდება კანონის სამართლის ფარგლებში. ასე რომ გამარჯვება ჩვენ სამშობლოს. ამ ერთმა წელმა გვაჩვენა ის, რომ ეხლა ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადის ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე და გვაჩვენა ის, რომ არ შეიძლება ერთპიროვნულ ძალაუფლებას მიეცეს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა მაქსიმალურად შეავიწროვა საზოგადოება, მოუჭირა მას ძალიან, მიიღო უპრეცედენტო რეპრესიული კანონები, პირდაპირ ფიზიკური განადგურებით დაემუქრა საზოგადოებას და ციხეში შეჰყარა ასეულობით ადამიანი, მეორეს მხრივ ჩვენ შევახვედრეთ უპრეცედენტო აქამდე განუმეორებელი პროტესტი, რომელიც გამოხატავს იმას, რომ ქართული ჯანსაღი გონი არ ეგუება ვასალობას და არ გაცვლის თავის მომავალს დიქტატურაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, 3 დღის მანძილზე ქუთაისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და ძალიან პრიორიტეტულ ღონისძიებას, მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსი. შესაბამისად, აღნიშნული ფესტივალი წარმოადგენს ერთ-ერთ ვალდებულებას ამ სტატუსის ფარგლებში და ამაყი ვარ ნამდვილად, რომ შედგა ეს ფესტივალი. აი ასეთ გლობალისტურ და დიფუზიურ დროში, როცა აღარ გაგვიგია სად რა არის, სწორედ კულტურაზე დააყრდნობით ვინარჩუნებთ ჩვენს თვითმყოფადობას პირველ რიგში. ქუთაისი არის და მთელი საქართველო არის ნაწილი დასავლური კულტურული და სულიერი ცხოვრებისა და დღევანდელი ფესტივალი, აი ერთი დღეც კი ამას ადასტურებს. თავისი დუღილით, შინაგანი სიწყფერით, შინაგანი მასშტაბურობით. ქუთაისის პირველმა ლიტერატურულმა ფესტივალმა გამახსენა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისი, აი რომ დუღდა კულტურული ცხოვრება და საოცარი ადამიანები რომ დადიოდნენ. ამ ფესტივალმა დღეს შეძლო ქუთაისში თავი მოეყარა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრებისთვის. არაჩვეულებრივი მოხსენებლები, თავისი არაჩვეულებრივი მოხსენებებით. ტანდემი მხატვრობისა და ლიტერატურის დღეს გამოჩნდა აი აქ კაკაბაძის მუზეუმში, დღეს გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აი იმ კორიფეების გვერდზე, ავტორების გვერდზე, ვისაც ხატავდნენ ჩვენი გენიალური მხატვრები, იქმნებოდა შედევრები. და დღეს რაც არის გამოფენილი, რა გამოფენაც მოამზადა მუზეუმმა ამ დღეებისთვის. ეს არის, არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საზოგადოება ხვალდილიდან იქნება ბედნიერი ამ დღეებით. დღეს მართლა იმდენი საინტერესო ადამიანი ნახეთ, იმდენი საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ, იმდენი
შანსი გაგვიჩნდა, რომ კიდე რაღაცა საინტერესო იყოს ჩვენი ხვალინდელი ცხოვრება, რომ რა თქმა უნდა ეს არის ის ფესტივალი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, რომ უფრო დიდი საზოგადოების, უფრო დიდი წრისთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს. Wir bedanken uns zuerst mal, dass wir eingeladen sind zu diesem Festival, zu diesem Literaturfestival, das wir heute am ersten Tag gleich sehr genossen haben, über die Vielseitigkeit dessen, was gesagt wurde und besprochen wurde. Wir haben uns auch gefreut, wie gut unser Beitrag aufgenommen wurde, unsere Lesung, die Präsentation unseres Buches über Elisabeth von Lothringen. Also es war ein sehr erfolgreicher Tag heute schon und jetzt ist es so zum Ausklang, ist es wunderbar hier in diesem Museum zu sein, das wirklich eine Fülle und eine sehr variantenreich georgische Kunst zeigt und besonders gefreut haben wir uns über diese extra Ausstellung der Buchillustrationen. მე წარსულში მოხსენებით, რომელიც ეძღვნებოდა ქართულ ლითონიობით გერმანისტიკას მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და ახლობით 1950-1990 წლები. ამ მოხსენებით გამოვიდი, ძალიან მშვენიერი ინიციატივაა და მე იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ეს პირველი ფესტივალი ბიძგს მისცემს მომავალ შემდგომ, ასე ვთქვათ, მეორე, მესამე და ასე შემდეგ უსასრულოდ გაგრძელდება და უფრო მეტი მონაწილეც მიიღებს. ისედაც ბევრი მონაწილეა, მაგრამ უფრო მეტი მონაწილეც მიიღებს ამ ღონისძიებებში. თავის წილს დაიდებს, ასე ვთქვათ, მონაწილეები.